ძალიან კარგი პრეზენტაცია იყო, ძალიან მომეწონა, შტაბის და მინდა ხომ რომ ეს პრეზენტაციები გავაკეთოთ საერთაშორისო იპებისთვის, რომ ქვეყანა წარმოჩნდეს სხვაგან კარგად. ჩვენთან ვილაპარაკოთ ხოლმე ვიც ვარ და ვილაპარაკოთ ხოლმე ცოტა რეალურ თემებზე. იმიტომ რომ აქ სულ ველაპარაკი დღესვით მოვიდა და განსაკუთრების მასშტაბით ეს ციფრები არ არის. და ზოგადად აქ არა. სხვადასხვა რეალობაში ვართ, ანუ რეალობა სხვა არის, ციფრები სხვა არის. შევთავაზეთ იმაზე, რომ ჩვენ ახლა საერთაშორისო რეპუტაცია ვიდა აგვიმაგდეს და ალბათ ინვესტორები მოვიზიდოთ რაღაცა, ეს გავაკეთოთ ხოლმე საერთაშორისო ხალხისთვის. ჩვენ ვილაპარაკოთ ცოტა სიმართლეზე, რაც ხდება თბილისში. განსაკუთრებით საერთაშორისო დამცინავებელი იყო, რომ ბოლო კვარტალი ყოფილა სასწავლებელი ჩვენთან და ბოლო კვარტალი იყო ძალიან მაღალ დონეზე და რეკორდული შემოსავლები მივიღეთ. პირადად გეუბნებით, რომ 9 სასტუმრო დაიკეტა 6 თვეში და ამ ბოლო 1 თვეში კიდევ 4 სასტუმრო დაიკეტა და ამ ეტაპზე ჩვენი სტრატეგია რა არის? იმიტომ რომ ოღონდ სტუმრები მოვიზიდოთ, ვარ ცენტრალურ ლოკაციის სასტუმროები, განსაკუთრებით და არა მხოლოდ თბილისის სასტუმროები და პლატფორმებზე ფასები დავწიეთ ისტორიულ მინიმუმზე. ესეთი დაბალი ფასები, რაც ეხლა საქართველოში თბილისის სასტუმროებში ბოლო 30 წელია გეუბნებით, რომ არასდროს არ ყოფილა. ჩვენი სტრატეგია ის არის, რომ რაღაც დაირად ვიღაცა მაინც შემოვიყვანოთ, რომ უბრალოდ გადავარჩეთ ის თანამშრომლები ის გაუშვით, ხო გაუშვით და კიდე არ გაუშვათ ახლა თანამშრომლები. ეს არის რეალობა, სადაც ცხოვრობთ. ეს არის სხვა რეალობა და მოდით ეს გავაკეთოთ ხოლმე საერთაშორისო ვიღაც ინვესტორებისთვის, რომ აი ვიღაცა მოვატყუოთ კიდე, რომ საქართველოში პული ჩადოს, იქნებ კიდე ვიღაც მოთხოვდეს, რომ სასტუმრო სექტორში პული ჩადოს, იმიტომ რომ სასტუმრო სექტორი ახლა მომგებიანი ნამდვილად აღარ არის, მინიმუმ 30 წელი მაინც რომ რაღაც ამონაგები გააკეთო, რაც ინვესტორების ნამდვილად აღარ არის მიზიდველი. ეს არის რეალობა და რაც ხდება საქართველოში. ისე პრეზენტაციაში დიდი მადლობა, უბრალოდ მინდა რომ ჩვენთან სხვა რეალობაა და ამ პრეზენტაციაში სხვა.